ულამაზესი ლეჩხუმი. სვანეთის, რაჭის, იმერეთისა და სამეგრელოს შორის მოქცეული უძველესი კუთხე, რომელიც 800 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში ლეჩხუმი თაკვერის სახელწოდებით იხსენიება. თაკუერი, რომელ არს ლეჩხიმი, ნათქვამია ახალ ქართლის ცხოვრებაში. ლეონტი მროველის მიხედვით, პირველად თაკვერს უწოდებდნენ რაჭას, ხოლო ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი მე-6 საუკუნეში ლეჩხუმს სკვიმნიას სახელწოდებით იხსენიებს, რომელიც ცხუმის მიახლოებითი გადმოტანითაა, მეგრულად ცხუმი თევზს ნიშნავს, სვანურად რცხილას. მეგრულ სვანურ ეტიმოლოგიაში დაბნეული საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სუსტად მცოდნე ადამიანებიც ლეჩხუმს ხან სვანეთს აკუთვნებენ, ხან რაჭას, ხანაც იმერეთს, რომლებიც სინამდვილეში ლეჩხუმის კარის მეზობლები არიან. ლეჩხუმელებს კი დღემდე უკვირთ და ცოტა არ იყოს სწინთ კიდეც თანამემამულეთა დაბნეულობა. ლეჩხუმი რიონისა და ცხენისწყლის ხეობებშია მოქცეული. აქ ჩამოედინება ლაჯანურის, ჯონოულისა და ღვირიშას მძლავრი ღელეები. ცხენისწყალი უსახელო მდინარეს ჯერ კიდევ მურვან-ყრუს დროს ეწოდა, როდესაც ადიდებულმა წყალმა სასტიკი დამპყრობლების 60,000 ცხენი წალეკა. 1997 წელს დაარსებულ ლეჩხუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული არტეფაქტები მოწმობს, რომ ლეჩხუმის ტერიტორიაზე უძველესი ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ბინადრობდა. საჭრისები, ცელები, ნამგლისპირები, სახნისები, მარტივი ხელოსნობის, კულტურისა და მიწათმოქმედების განვითარებაზე მეტყველებს. ლეჩხუმში ბრინჯაოს 10 განძია მოპოვებული, სოფლებში სურმუშში, ლაილაში, ცაგერაში, ლაჯობში, ჭიქელაში, ხოჯში, ლეხურაში აღმოჩენილი უნიკალური ნაკეთობების დიდი ნაწილი დღეს სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟშია დაცული. ძველი წელთაღრიცხვით მე-14-13 საუკუნეების განძი განვითარებულ გვიან ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. უნიკალურ ძეგლადაა მიჩნეული ბრინჯაოს მხედარი, რომელიც ლეჩხუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული და ერთ-ერთ წარჩინებულ პირს გამოსახავს. ცხენი იყო სატრანსპორტო საშუალება, მხედარი ზის მასზე აქვს იარაღი, ქუდი ახურავს და ესე იგი იმ პერიოდის ისტორიას წარმოადგენს. ისტორიის ამსახველი არის ეს ბრინჯაოს მხედარი, რომელიც ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არქეოლოგისათვის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნივთს წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. ურთულესმა მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ლეჩხუმი კოლხური ბრინჯაოს მეტალურგიის მძლავრი კერა უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ცხადყვეს, რომ ამ მიწაზე უხსოვარი დროიდან მოჰყავდათ ხორბალი, მახადაზანდური, ეწეოდნენ მევენახეობას. ამ დროს ლეჩხუმი კოლხეთის სამეფოში შედის, ჰყავთ საკუთარი მთავარი, რომელსაც ეგრისის მეფე ნიშნავს. მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს თითქოს მდინარემ დანა დაუშვა, 3 ციხე დგას. ციხე დაუხდი, კამაგას და არ გაუშვა. შენ მოგზაურო, ვისაც გეღისა, ქვეყნა ციცოცხლის დღესასწაული, შეძდეკ შეჩერდი მურის ძველ ხიდთან, ამ გოლიათებს როცა ჩაული. ეს ციხეები არის გვიან ანტიკური პერიოდის, ადრე შუა საუკუნეების. მე-17 საუკუნემდე ამ ციხეებს ციცხნარის სახელწოდებით მოიხსენიებენ. მურის სახელი ციხეებს ერთი ვერსიით ამ ლეგენდის მიხედვით ეწოდათ. მოიფიქრეს ასეთი რამ მეციხოვნებმა. იქ იყო კირი, დამწვარი კირი ბლომად, ციხის მახლობლად და ეს კირი გადმოყარეს ამ ვიწრო ხეობაში, კირი გაიბურა, ასასვლელი დაიკეტა, ამ მოსულ დამყრობლებს, თათრებს თვალები დასწვა, ვერ წარმოვიდგინეს რა იყო და ამით ისარგებლეს ადგილობრივმა მეომრებმა და ესე შეუტიეს და გარეკეს აქედან. და ეს თათრები გაიძახდნენ მურ, ესე იგი კირისაღლი მური, ესე იგი მური თავისთავად ბოლს ნიშნავს და აქედან წარმოსდგა სახელწოდება მური და დღესაც ამ ორ სახელს ატარებს. მური, იგივე ციცხნარი, ანუ ციხნარი. მური და მისი შემოგარენი თავისთავად ბუნების საოცრებაა. ეს ადგილი ჩვენმა წინაპრებმა უხსოვარი დროიდან წმინდა ადგილად მიიჩნიეს. მე-7 საუკუნეში კონსტანტინოპოლიდან სწორედ მურის ციხეში გადმოასახლეს დიოფიზიტური მოძღვრების მებაირახტე, დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი მაქსიმე აღმსარებელი. ბიზანტიის იმპერიის მწიგნობართუხუცესმა დიდგვაროვანმა მაქსიმემ დატოვა თანამდებობა და ხრისტპოლისის ეკლესიაში ბერად აღიკვეცა.
მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დიოფიზიტობის გამტკიცებისკენ იყო მიმართული. იმპერიის დედაქალაქიდან არაერთხელ გადასახლებული, ბოლოს 662 წელს კონსტანტინოპოლში წმინდა სინოდმა გაასამართლა და მოწაფეებთან ანასტასი ბერსა და ანასტასი აპოკრისიართან ერთად დააჭრეს მარჯვენა ხელის მტევნები, ენა და როგორც იმპერიისთვის განსაკუთრებით საშიში მოაზროვნეები უკიდურეს ჩრდილოეთში სწორედ აქ მურის ციხეში გაამწესეს. ისტორიული ცნობების მიხედვით წმინდა მაქსიმე 662 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა და იგი ციხის მახლობლად უნდა ყოფილიყო დასაფლავებული. 1914 წლის 28 ივნისს აკადემიკოსმა ნიკო მარმა და მისმა მოვლინებულმა მეცნიერთა ჯგუფმა ამ ტერიტორიაზე გათხრები აწარმოეს, თუმცა მაქსიმე აღმსარებლის საფლავს ვერ მიაგნეს. მეცნიერული კვლევები განაგრძეს აკადემიკოსებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა და მიხეილ ჩიქოვანმაც, თუმცა კვლავ უშედეგოდ. 2010 წელს ლეჩხუმის ეპისკოპოსმა სტეფანემ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის განახლებული ეკლესიის იატაკის მოპირკეთებისას სენსაციური აღმოჩენა მოახდინა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეახლებინა ცოტა ეს ტაძარი და როდესაც გავწმინდეთ, ასე ვთქვათ, ის იატაკი, ბეტონის იატაკი მოანგრიეთ და ჩავედით მიწამდე, მე გამოჩნდა იქ რაღაც ძველი კეიფების ნარჩენები, ბოთლები, რაღაც ის გავწმინდეთ და რაღაცა ისეთი სიტუაცია იყო, რომ ვიფიქრეთ, რომ წმინდა მაქსიმეს ნაწილები აქ უნდა იყოს და მოდი იქნებ დასაზვერად ჯვრის სახით ვნახოთ თუ რამე გამოჩნდა და თუ არა და უკვე დავიწყებდით მოპირკეთებას და სწორედ აი ჯვრის სახით რომ დავთხარეთ ერთი ქიმი ამ ჯვრისა აღმოჩნდა ზუსტად თავის ქალაზე და შემდეგ უკვე უწმიდესთან მივიტანით ეს სურათები და მან გვაკუთხა და დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. ამ გათხრების შედეგად სწორედ იქ სადაც იყო ნავარაუდები რომ უნდა ყოფილიყო წმინდა მაქსიმეს ნაწილები იქ აღმოჩნდა ჩვენ გადავასვენეთ აი აქ ლუსკუმაში ეს წმინდა ნაწილები და ეს ადგილი მოვაწყეთ, იმიტომ რომ საკურთხეველში თაყვანისცემა ყველასთვის შეუძლებელია. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს დიდი სიხარულით ზეიმობენ ლეჩხუმელები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს 150 წმინდა ადგილი, ტაძარი და ნანგრევია. ეპარქიაში კი სულ 7 მღვდელი მსახურობს. ლეჩხუმში ბავშვმაც კი იცის ხვამლის მთის საიდუმლოება და თაობიდან თაობას გადაცემული ზეპირსიტყვიერი ანდერძი. საქართველო თუ დაიმშეს, ხვამლმა დაარჩინოსო. არავინ იცის ზუსტად როდის შეიქმნა ლეგენდა ხვამლის განსაცავზე. ის ქართველ მეფეთა საჭურჭლის საცავი ყოფილა დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული მე-14 საუკუნემდე. ცნობილია, რომ რუსუდან დედოფალმა მონღოლების შემოსევის დროს სატახტო ქალაქი თბილისიდან ქუთაისში გადმოიტანა. სამეფო განძეული კი ხვამლის ქვაბულში მოათავსა. 1263-1264 წლებში დავით ნარინმა და დავით ულუმ განიყვნეს საჭურჭლენი გარნა ხვამლისა და ქვაბსა დაუტევეს. მოგვითხრობს ჟანთა აღმწერელი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი. მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთსადები. მთას სხვაგვარად თაკვერს, ანუ მთაკვერს უწოდებდნენ. ასე ეწოდებოდა მთელ ლეჩხუმსაც. ხვამლის მთის საიდუმლოთი დაინტერესებულა ადოლფ ჰიტლერიც, რომელიც დაარწმუნეს, რომ გრაალის თასი სწორედ ლეჩხუმის ტერიტორიაზე ინახებოდა. ამ მიზნით მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ მთამსვლელთა ექსპედიციამ საგანგებოდ შეისწავლა ხვამლის მთის ქვაბულები. ხვამლით ძალიან დაინტერესებული იყო იოსებ ბესარიძეს სტალინი. მისი საიდუმლოებით, მისი რა თქმა უნდა ამოუცნობი მოვლენებით და იოსებ ბესარიძემ 1929 წელს ალპინისტური შენიღბით გამოუშვა სპეციალისტები, მაგრამ სათავეში ჩაუყანა ალექსანდრე ჯაფარიძე ქალბატონი და აინტერესებდა იმ საიდუმლოების გახსნა, რომელიც ხვალს ეწერებოდა. 1953 წელს კიდევ გაიმეორა, როცა ვერ დააკმაყოფილა ექსპედიციამ სტალინის სურვილები, ალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით გამოუშვა ექსპედიცია კიდევ მკვლევარები გახურებულ ომში, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბედი წყდებოდა, მაინც გამოხატა ეს ინტერესი. ხალხურ შემოქმედებაში უამრავი რამ თქმულა ხვამლის ძალაზე. ლეჩხუმელი კაცი თავის სანუკვარ ოცნებებსაც კი ამთას უკავშირებდა. ხვამლი მისთვის სალოცავიც იყო და მფარველიც. კარგად იცნობს ხვამს ლეჩხუმელი გლეხი, როცა გაიხედავს ხვამისკენ, იტყვის გაავდრდება. მეორედ გაიხედავს და იტყვის დარი იქნება ხვალ.
ასეთი ბარომეტრი არის ხვამლი ლეჩხუმელი გლეხისათვის. მაგრამ როცა ანდერგაზაფულზე პირველი თავსმაწმივა მოვა ლეჩხუმში და მას მოყვება ჭექა ქუხილი, აბა გაფაციცებით გაიხედავს გლეხი, საიდან მოხდა ჭექა ქუხილი? თუ ჭექა ქუხილი მოხდა ხვამლიდან, ეს ნიშნავს, რომ იქნება მშვიდობიანი წელი და იქნება სანიმუშო ამინდი. ხოლო და ამ დროს, როცა ეს ხდება, ლეჩხუმელი დიასახლისი ხელს მოკიდებს გოფსტას საცერს, დაიწყებს ქფილის გაცრას და იძახის გაბმულად გოფსაცერი, ღმერთო მომეც გასაცერი. და ამიტომ იყო, რომ ხვამლი თუ გწალობს, ლეჩხუმს ნიავი არ მოაკდებაო. ხვამლი თუ გწალობს, ლეჩხუმს ბეღელი სავსე ექნებაო. კიდევ მეტი, საერთოდ საქართველოს მასშტაბით, საქართველო თუ დაიმშეს, ხვამლა უშვედოსო. ალბათ იგულისხმება იქ დავანებული განძი, რომელიც ყოველი მწერების შემოსევების დროს და დაძაბული მდგომარეობის დროს ხვამლი, რა თქმა უნდა, იყო ყოველთვის განსაცავი. ხვამლის წმინდა გიორგის მოსალოცად ყოველ 17 ივნის დიდი ხატობის დღეს არა მხოლოდ ქართველები, ჩრდილო კავკასიელი მართლმადიდებლებიც იკრიბებოდნენ. ეს ტრადიცია დღემდეა შემონახული. ჩვენ ახლა მივუყვებით ისტორიის კიბეს, რომელიც გაიგივებული არის ჟამთა სვლასთან. ეს კიბე მოგვაგონებს საქართველოს წარსულს, კერძოდ ლეჩხუმის წარსულს, თაკვერს, იგივე სკვიმნიას რა ქარტეხილები გადახდა. დღეს კი კონკრეტულად ეს აისახება დეხვირის ციხეთა კომპლექსის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე. ლეჩხუმის ციხე-კოშკების ერთი ნაწილი ადრეფეოდალური ხანისაა, რომლებიც გზათა ჩამკეტ სისტემებსა და ფეოდალურ რეზიდენციებს წარმოადგენს. მხარისათვის კი ერთიან თავდაცვის სისტემას მიწისქვეშა გვირაბებით, საცავებით და სამალავებით. თავდაცვით ნაგებობათა რთულ სისტემას ქმნის დეხვირის, მურის, ორბელის, ზუბის, უწყვაშის, ლეშკაშის, თაბორის, გვესოს ციხეები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დეხვირის მთავარი ციხის, მთავარი საგუშაგოზე, სადაც თვალნათლივ ჩანს მთავარი საგუშაგოს ფუნდამენტი, ზომებში 16 მეტრი 16 მეტრზე. ნახეთ რა არაჩვეულებრივი წყობა არის, რამდენი საუკუნეს გაუძლო ანტიკური პერიოდიდან მოყოლებულმა, დღესაც გამოიყურება თვალსაჩინოდ ვიზუალურად ძალიან კარგად. ანუ შეიძლება გითხრათ, რომ სიმტკიცე კედლის და ფუნდამენტის არის ძალიან მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე და ეს ლოდნარი მაშინ საჭაპანო გზით და ხრებით მინიმუმ 7-6-5 კილომეტრიდან არის ხრებით მოტანილი აქ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ცხენისწყლის კიდეზე არის ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თავგვერისა. ახლა თითქმის მთლიანად დანგრეული დეხვირის ციხე სამი კოშკით ცხენისწყლის ხეობიდან აკონტროლებდა ლაჯანურისა და რიონის გადამავალ ყველა გზას. აღსანიშნავია, რომ ეს გალავანი, რომელიც არის დაახლოებით 3-4 მეტრის სიმაღლის, არის მტკიცედ ნაშენები ქვითკირისაგან, ასევე ჯერჯერობით ამოუცნობი გეოლოგიური მინაერთებისაგან, მარტივი ენაზე რომ თქვა, რომელიც მიუთითებს ციხის გალავნის სიმტკიცეზე, რომელმაც ანტიკური პერიოდიდან დღემდე გაუძლო ჟამთა სვლას, გაუძლო ქარტეხილებს და გაუძლო იმ პერიოდს, როდესაც მტერთა შემოსევის შედეგად იშვიათად თუ ჩამოინგრევოდა გალავნის კიდე და ეს მიუთითებს იმას, რომ აი ახლა ამ მომენტში გალავანი ჩანს თვალნათლივ ძალიან მტკიცე მდგომარეობაში გამოიყურება. ლაჯანურის ხეობაში დიდი მნიშვნელობის იყო ორბელის ციხე, რომელიც ხეობის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ის აკონტროლებდა გადაღმა და გადმოღმა ლეჩხუმის უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინებს. არის დღეისათვის აღმოჩენილი 30-ზე მეტი დიდი ზომის ქვევრები. ეს უკვე გვეუბნება, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან არა მარტო საგუშაგოს დანიშნულება ჰქონდა, არამედ იქ უკვე იყო განვითარებული მაშინდელი სოციალური ფენისაგან გარკვეული მეურნეობა, სოფლის მეურნეობის მიმართულებას გულისხმობ, იცოდნენ ღვილის კულტურა, იცოდნენ და ასე შემდეგ, მისი მომზადება და აღვინება და ასე ყველა პროცესი და ქვევრები დღეს გამოიყურება საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ასე მარტივი ენით რო ვთქვათ, არ არის გაბზარული, არ არის დაზიანებული და ასე შემდეგ. ეს არის უმეტესობა ასეთი ქვევრების შემადგენლობის ვიზუალურ ხედვით, რომელიც ძალიან ჩანს. დეხვირის მიდამოებში აღმოჩენილი ქვევრების ქიმიურმა ანალიზმა ცხადყო, რომ შედარებით მომცრო ჭურჭელში აქაურები ირმის რძეს ინახავდნენ. როგორც ჩანს, იმ დროს ფურირმები აქ მოშინაურებული ჰყავდათ და ამ მეტად კალორიული რძით კარგა ხანს გაჰქონდათ თავი ალყაშემორტყმულ მეციხოვნეებს.
ტერიტორიაზე იმყოფება ჭა, რომლის დაღრმავება არის დაახლოებით 12 მეტრი. აღსანიშნავია, რომ არის კონუსური მოცულობის, ზემოთ დიამეტრი სათავე არც აღემატება და უახლოვდება 1 მეტრს, რაც იშვიათი არის სხვა ჭებისაგან, რომელიც გვინახავს ნებისმიერ პიროვნებას, ხოლო ფუძე ჩვენ და გასაგრად შეიძლება იყოს დაახლოებით 3 მეტრზე მეტი, რაც არის იშვიათობა. წყლის თვითონ დაგემოვნების დროს ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია გააკეთოს არჩევანი იმასთან შედარებით, რომ მიმართ რომ თითქოს და რაღაც სხვა ბუნებრივ წყაროსთან შედარებით რაღაც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. ადრეულ ტაძრებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გვესოს მე-19 საუკუნეების ტაძარი. აქ სამნავიანი ბაზილიკა უნდა მდგარიყო. აქვეა მასიური ციხე-კოშკი, გვესოს ციხე. აქ არის ეკლესიის ნანგრევი, სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევი მე-10 საუკუნით დათარიღებული. ამ ეკლესიას ახდა დამხმარე ნაგებობები აქ, იყო გალავნით შემორაგული, ახლაც აღდგენილია ეს გალავანი ნაწილობრივ, საეკლესიო მონასტრის შევსება არის ციხე-სიმაგრის კოშკი, რომელიც მიჩნეულია, რომ ეს იყო აქ მოღვაწე ეკლესიის მსახურთა თავშესაფარი და დამცველი. თაგორიან ლეჩხუმში გლეხის შრომა ერთიორად მძიმეა, თუმცა აქაურები გასაჭირს არ უფრთხიან. შრომელი კაცის მარანით სავსეა და ნალიაც. თვარაძეების ოჯახი სოფელ ჩხუტელში ერთ-ერთი წელგამართული ოჯახია. ღვინოც მოჰყავთ, პურით და სიმინდიც. საქონელიც ყავთ, სტუმრის მოსვლა არ აშინებთ და მუდამ გულღია მასპინძლებს არაერთი უცხოელისთვის უმასპინძლიათ და გაუოცებიათ ქართული სტუმარმასპინძლობით. მათი ეზოკარი სიკოპწიის გარდა ტრადიციული ლეჩხუმური ოდით და ნალიითაც იქცევს ყურადღებას. არის ბეღელი, ჩვეულებრივ ლეჩხუმური ბეღელი, არის 7 თვალი და სხვადასხვა რამე პროდუქტ რაც კი და ჩააწყვე, რო იქნებს წლების მანძილზე გაფუჭება არ შეიძლება არც არაფერი. მასალიდან და თელის მასალიდან. ასეთი ახლა ლეჩხუმში არც გას. ესე უნიკალური ჯიშია. ალპება და არსად ლუსვანის ერთი ღერი არ არტყია შეგიძლია. შეგიძლია 7 თვალი ჩარჩუებშია ჩაწყობილი. ხოდა ამეიღო 1.5 საათში. ბატონ ოთარს 2 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. შვილები მეურნეობის გაძღოლაში ეხმარებიან. თელმა ლეჩხუმმა იცის თვარაძეების ღვინისა და არყის ფასი. უნდა რომ ოჯახური ტრადიციები მისმა შვილიშვილებაც განაგრძონ, რომლებიც ახლა სასწავლებლად ქალაქში ჰყავთ გაშვებული. ლეჩხუმის კულტურის სახლი 112 წლისაა. დაარსების დღიდან 1 წამითაც არ შეუწყვეტია აქტიური ცხოვრება. ნიჭიერება არ ილევა ლეჩხუმის მადლიან მიწაზე. სცენა მუდამ სავსეა ენთუზიასტი მსახიობებით, დარბაზი კი მადლიერი მაყურებლებით. შარშან ანშლაგით ჩაიარა სპექტაკლებმა ბლეზი, კრიმინალური ტანგო ანუ უაღრესად წესიერი ადამიანები. ხოლო საბავშვო თეატრმა მერვე მიუზიკლი შესთავაზა მაყურებელს. ენთუზიასტმა სცენის მოყარებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში 1903 წელს შექმნეს პირველი თეატრალური დასი. ყოფილი ბერების სახლში არ შემიძლია მას ხალხი არ გაუსვა. ისინი წარმოდგენებს ატარებდნენ აივნებზე, ეზოებში, მინდვრებში, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველგან. 1929 წელს შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, ხოლო 1959 წელს ცაგერის თეატრალურმა დასმა თბილისში რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე სახალხო თეატრის საპატიო წოდება მიიღო, რაც ხელოვნების მოყვარული ლეჩხუმელებისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმე იყო. 1903 წლიდან დღემდე სცენის მოყვარეთა რიცხვი იზრდებოდა და ჩვენს უკან ახლა ძალიან დიდი არმია დგას მხატვრული თვითმოქმედი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისა. კულტურის ცენტრში მოღვაწეობს ნიჭიერში გამარჯვებული, ყველასთვის საყვარელი გულნაზი გოლეთიანი, რომლის დიდი გულის ტკივილია ახალგაზრდების გადინება მშობლიური რაიონიდან. მინდა რომ აქაურობა აღორძინდეს, იმიტომ რომ აქ არის ფესვები. კულტურა ხელოვნება ძალიან მაღალ დონეზე არის. ყავს 1000 გამოჩენილი მეცნიერი, მსახიობი და ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ნელ-ნელა იცლება აქაურობა და არ მინდა, მინდა რომ ჩემი ლეჩხუმი უფრო აყვავებული იყოს, უფრო
განვითარებული იყოს და ძალიან მინდა რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ჭკვიანი და გონიერი თაობა, რომელიც მიდის აქედან, არ წავიდეს და აქ დარჩეს. მეც ალბათ გულიდან ამიტომ ამუნდიოდა ეს ხმაც და ეს სიტყვებიც და ამიტომ ღერი სამშობლოზე, ჩემს მიწაზე, ჩემს ლეჩხუმზე, ჩემს საქართველოზე, რომ მინდა რომ ბედნიერი თაობა წამოგვივიდეს და იყოს ბედნიერი თაობა. ძალიან მიყვარხართ ყველანი, ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ მიწას დაუბრუნდით, ჩემ ლეჩხუმს მიხედეთ, ჩემო ლეჩხუმლებო, ჩემო ძვირფასებო. მინდა რომ ავაყვავოთ და ავაღორძინოთ ჩვენი ლეჩხუმი. ძალიან მიყვარხართ. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, მამაკაცთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ყველა ვინც ღერის ამასამში ვართ მეგობრები, გვიწევდა ძალიან ხშირად სუფრასთან სიმღერა კეიფში და მე ვთქვით რომ ხوار გადაგვეტანა ვთქვათ ეს უფრო სერიოზული სახე ხوار მიგვეცა ამ ყველაფრისათვისა და შევთანხმდით და დაარსდა ეს ანსამბლი იყო გაჭირვების წლები და ზოგიერთი აი ამ ანსამბლის წევრებიდან რამოდენიმე წლების განმავლობაში ანაზღაურებასაც ვერ იღებდა ის სიყვარულის გამო ერთმანეთისა და სიმღერის სიყვარულის გამო დავდიოდით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ღეროდით. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლის ალაღობო შუა ცხენისწყალზე ჩაეწერა. აქ არც დენი იყო და არც ფონოგრამისთვის საჭირო სხვა მოწყობილობა, ამიტომ მოგვიწია ჩვენი ავტომანქანა პირდაპირ ცხენისწყალში შეგვეგელვებინა, რომელიც მდინარემ კინაღამ წაიღო. სახელდახელოდ ჩაწერილი სიმღერა კი ლეჩხუმელებმა გულით მიართვეს სრულიად საქართველოს. Bicho gavale sotna magali diada gana gamostara samagali diada ganis pistal gadzebia diada rogos bizmebia diada shenji kelashnisniavo diada ganar damiziano diada chirime khamrisniavo diada moslar damiviano Dias tibis vace paloze da